განხილვების საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე პრეზიდენტის კამპანიას კონსტიტუცია ყველასია ქართული ოცნება კრიტიკით პასუხობს. რატომ არის სასაცილო ვიცე-პრემიერის აზრით მარგველაშვილის მიერ დაწყებული კამპანია? ვინ ადანაშაულებს მას ბოიკოტში და რა არგუმენტებით უპირისპირდება მათ პრეზიდენტი? რატომ ფიქრობს უმრავლესობა, რომ მარგველაშვილის საკონსტიტუციო კომისიის ფუნქციების მითვისებას ცდილობს? როგორ აფასებენ ამ პროცესს პოლიტიკოსები და ექსპერტები დღეს პრეზიდენტისა და ქართული ოცნების დაპირისპირებაზე გადაცემაში ბარიერი? მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ბარიერი, მე მისი წამყვანი მაია მამულაშვილი ვარ. კონსტიტუცია ყველასია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კამპანია ამ სახელწოდებით მთავრობის კრიტიკის და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია პრეზიდენტის ბოიკოტი, რადგან მთავრობის სურვილია, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული. ამ თემასთან დაკავშირებით ასევე განცხადებას აკეთებს კახა კალაძეც, რომელიც ამბობს, რომ ეს კამპანია მისთვის სასაცილოა. რას ხედავს სასაცილოს ვიცე-პრემიერი კამპანიაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ნიშნავს და ამ მიზნით მიმდინარეობს ეს კამპანია, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო. რატომ ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი, რატომ ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილის ეს ნაბიჯები არის მხოლოდ PR კამპანია და ის რეალურ შედეგზე არ არის ორიენტირებული და არის თუ არა ლოგიკა იმაში, რომ ეგრეთ წოდებულ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტის შესახებ განხილვები არის დაგვიანებული, რადგან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ისინი კანონპროექტი სამი მოსმენით პარლამენტმა უკვე განიხილა და კენჭისყრად შედგა. ამ თემაზე ოპოზიციის შეფასებებს და მთავრობის პოზიციას მოვისმენთ დღეს მთელი გადაცემის განმავლობაში. აქვე სანამ სტუდიის სტუმრებთან გადავალ ამ თემებზე სასაუბრობ, დაგიანონსებთ, რომ გადაცემის ბოლოს ჩვენ ელისო კილაძის ჩართვა გვექნება, რომლის შვილი ნარკოტიკების უკანონო შენახვა ტარება შეძენისთვის არის დაკავებული და აქვე გეტყვით, რომ სწორედ ამ მიზეზით არის ხატია დეკანოიძის შვილის დაკავებული. ამ თემებზე ჩვენ გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ. მანამდე დაანონსებული თემით ხსნი დისკუსიას და წარმოგიდგენთ სტუმრებს, რომლებიც სტუდიაში იმყოფებიან. მამუკა გამყრელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია. მოგესალმებით, მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ. მე აქვე გეტყვით, რომ ოდნა მოგვიანებით ჩვენ ქართული ოცნებიდან შემოგვიერთდება ჩაგვერთვება უпроსტად პირდაპირ ეთერში ნუკრი ქანთარია. მანამდე მე ბატონ მამუკასგან დავიწყებ. კონსტიტუცია ყველასია. ეს კამპანია კახი კალაძისთვის მაგალითად არის სასაცილო, იმიტომ რომ ეს რეალურ შედეგზე არ არის ორიენტირებულიო. თქვენ ხედავთ რამეს ამ კამპანიაში სასაცილოს? იცით რა, მოდი ესე ვილაპარაკოთ. მე ახლა არ დავიწყებ საუბარს როგორც იურისტი, იმიტომ რომ არ ვარ იურისტი. უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქის პოზიციას მოგახსენებ. ძალიან არ მომწონს ეს რაღაცნაირი კინკლაობა ამ ორ შტოს შორის, სახელმწიფო შტოს შორის, აღმასრულებელსა და ბატონ პრეზიდენტს შორის, ასევე აღმასრულებელს. საქმე იმაშია, რომ იცით რა, რაღაცა ის თინეიჯერული ბულინგის სახე აქვს პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს და რაც ძალიან არ უხდება მას, იმიტომ რომ უკვე საღამოებს ზრდასრული ადამიანია, 40 წელს მიღწეული ამდენადაც ვიცი და არ ეკადრება უბრალოდ. მით უმეტეს არ შეიძლება ეს მეორე ასეთი დონის ადამიანზე ესეთი საუბარი. უბრალოდ უხერხულია. სასაცილო, ეს დაკნინობით იმაში ფორმაში ესე საუბარი, ჩემის აზრით ძალიან ცუდად ჩანს მოსახლეობის თვალში და ჩვენ როგორც ამომრჩევლები, ჩვენ როგორც ჩვეულებრივი ადამიანები ამ თვალსაზრისით მეტად შეწუხებულები ვართ. კი ბატონო, რა შეეხება თავად კამპანიას, ამ კამპანიის შინაარსს, როგორ ფიქრობთ, ეს PR კამპანიის ნაწილია, როგორც ამას დავუშვათ ხელისუფლების ან ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, თუ ექნება რეალური შედეგი და ორიენტირებულია კონკრეტულ შედეგზე? იცით, ვერ გეტყვით, მე ჩემის აზრით ერთგვარად ბატონმა პრეზიდენტმა მე მგონი დაიწყო საარჩევნო კამპანია. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ესე შეიძლება ვიღაცამ გულისხმოს, რომ ესეთ რა ფული აქვს დასახარჯე კიდე დარჩა რაღაცა საპრეზიდენტო ბიუჯეტი და იმას ხარჯავს. არ ვიცი ხა ისენი არ აქვია რაღაც აზრებია, მაგრამ ჩემის აზრით მე მგონი რაღაცა საარჩევნო კამპანიის სახე ამ მხრიდან აქვს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ესეთი დამოკიდებულება აღმასრულებელი ორგანოების და პრემიერ-მინისტრის უპირველეს ყოვლისა და საპარლამენტო თავმჯდომარე. ცოტა მე მგონი არა ეს არის არა რელევანტური ასეთ პირობებში. კი ბატონო, კარგით, მადლობა ბატონ დიმიტრი. ანუ საარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამთ თქვენც ამ ყველაფერს თუ ფიქრობთ, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა მოხდება ნამდვილად ამ პროცესში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში და ეს მოგცემს რეალურ შედეგს? ვფიქრობ, საკმარისად მეტი საფუძველია ვივარაუდოთ, რომ ეს არის გარკვეული კამპანიის ნაწილი, რომელშიც ბატონი პრეზიდენტი მარტო არ მონაწილეობს, იქმნება გარკვეული ახალი პლატფორმა ნეოლიბერალური ძალებისთვის და რეალურად პრეზიდენტის მიერ მოპატიჟებული, ასე ვთქვათ, ეს
პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დავდექით იმ ფაქტის წინაშე მეც გავხდით იქ მისული ნამდვილად არ მივეცი ჩემ თავისუფლება იქ არ მისულიყავ ვინაიდან მხარდაჭერილი იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა იმ პირობით რომ ბატონი პრეზიდენტი დაგვირდა რომ ყველა ღონეს გააკეთებდა რომ უფრო ეფექტური და უფრო პროდუქტიული ყოფილიყო საბოლოო შედეგები ამ კომისიის მუშაობისა მაგრამ იქ მისული აბსოლუტურად სხვა ფაქტის წინაშე დავდექი ჩვენ ვისხედით ყველანი პარტერში მე სხვა შორის მეგონა რომ იქ მისულს მექნებოდა შესაძლებლობა კითხვებიც დამესვა პრეზიდენტისთვის თუ არა ყოველ შემთხვევაში მისი წარმომადგენლებისთვის ადმინისტრაციის წევრებისთვის რომელთაგან 3 არის ჩვენი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და დღემდე არ მობრძანდებიან ისინი ჩვენს კომისიაში მე მქონდა შესაძლებლობა ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელთან მესაუბრა ბატონ გიორგი აბაშიშვილთან და მეთხოვა მისთვის რომ გადაეცა პრეზიდენტისთვის რომ თუ ის მართლაც არის რეალურად გულშემატკივარი კომისიის მუშაობისა მაშინ აი ამ 3 წევრს სანამ მეორე რაუნდი დაწყებულა და ხვალ 15-ში იწყება მეორე რაუნდი, ჯერ კიდევ სამუშაო ჯგუფის ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა და შესაძლებელია ყველანაირად რომ პრეზიდენტი ჩადგეს საქმის ხურში აქამდე გაწეულ მუშაობასთან დაკავშირებით, შემოიტანოს თავისი წინადადებები, კორექტივები, ასევე ის, რასაც იგი უწოდებს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას, თუ კი რამეს ფლობს მსგავს შემოიტანოს ეს წინადადებებიც, ვინაიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ იწყება მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, როდესაც პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს საბოლოო პროდუქტი, დაამუშავოს და გაიტანოს საზოგადოებრივ სამსჯავროზე საყოველთაო სახალხო აზრის მიღებისთვის და სწორედ იქ შეიძლებოდა გამოყენებულიყო პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის მართლაც სინერგიის ეფექტით მიგვეღო გარკვეული საბოლოო შედეგი საზოგადოებრივი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ მოხდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მივედით, ნახეთ მუზეუმი პრეზიდენტი, რომელმაც იზეიმა ის რომ კონსტიტუცია ხალხის არის, ყველასია, ჩვენ გავდივართ რეგიონებში, ჩვენ ანუ ფორმატი იყო არასწორი ბატონ დიმიტრი. არასერიოზულად აღვიქვე, პირდაპირ გეტყვით რა. ეხლა როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ვაკეთებ ამ განსხვავებას. ფორმალურად ჩათვალეთ, მიიჩნეთ რომ ფორმალური შეხვედრა იყო და არ იყო რაიმე. არაფერი არ თქმულა კონკრეტული, არაფერი არ თქმულა მართლაც შედეგზე ორიენტაციას რომ მიანიშნებდა ისეთი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრეზიდენტმა თქვა, რომ ხალხის აზრი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ნამდვილად უნდა იქნეს ხალხის აზრი გათვალისწინებული, მეტიც პროცედურა ითვალისწინებს, რომ ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად საქართველოს პარლამენტი ვერ უყრის კენჭს, ფორმალურად ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს და საყოველთაო სახალხო განხილვა საზოგადოებრივი. ეს არის ერთთვიანი აუცილებელი პროცედურა, დამეთანხმება ბატონი კოტე, რომელიც არის პროფესიონალი კონსტიტუციონალისტი და აი ამ ერთ თვეში, იცით რა შეგიძლია გააკეთოთ? დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კი არ მოაწყოთ მხოლოდ შეხვედრები, მაგალითად თელავის უნივერსიტეტში მოაწყოთ შეხვედრები. მოაწყოთ ზუგდიდში, მოაწყოთ ბათუმში, ყველგან საუნივერსიტეტო ბაზები გამოიყენოთ, სტუდენტები მოიყვანოთ და როცა კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, რაც მე მაქვს პირადად, მაგალითად ხელისუფლების მიმართ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, წმინდა ოპოზიციური რა თქვა განსხვავებული პოზიციის ჭრილში, აი ზუსტად იქ გამოვიყენებდი ამას. აი მე ერთვიანი განხილვების პროცესი. სანამ ბატონ კოტესთან გადავიდეთ. შეიძლება ერთი კითხვა დავუსვათ. და ბოდიში დავასრულებ, განმამგა. და აი ამისი ნათელი დადასტურება და დემონსტრაცია იყო, ილუსტრაცია უბრალოდ იყო თელავში წარმართული გუშინდელი პროცესი. რა დაგრჩათ თქვენ აი როგორც ჟურნალისტს გუშინდელი სურათიდან? არაფერი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიწვეული ამალა, რომელიც მიკროავტობუსები წაიყვანა პრეზიდენტმა და შემდგომში სუფრითაც გაუმასპინძლდა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე, ეს ადამიანები გამოჩნდნენ იქ, არავითარი საზოგადოებრივი აზრი და ამ აზრის ფიქსაცია მე იქ ნამდვილად არ მინახავს, ყველა საზოგადოებრივი არქიდან დაწყებული და კომერციული თუ აი მაშინ რას ეხსახურება ეს ყველაფერი ტელევიზიების შეხვედრები თქვენი აზრით? აი მაშინ რაზეა? არაფერი, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სუბიექტური აზრი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის ახალი ნეოლიბერალური პლატფორმის ჩამოყალიბების მცდელობა, რომელშიც ბატონი პრეზიდენტი უკვე შემოდის როგორც გამომგებელი პოლიტიკური ფიგურა და მას ჭირდება პოლიტიკური წონის აკრეფვა და ამ წონის აკრეფვის დებიუტი სწორედ არის დაკავშირებული კონსტიტუციასთან. რეალურად რო ვთქვა, ეს არის სპეკულირება მისი მხრიდან. კარგი, ბატონ მომკას ხონდა შეკითხვა და შემდეგ ბატონ კოტეს. სრულად ვეთანხმები ამ საკითხში და ერთი კითხვა მე რადგან არ ყოფილი ვარ იმ შეხვედრაზე, კი მომიყვნენ მათ თქვენი აზრი მაინტერესებდა. მე როგორც მითხრეს ეს 70 ადამიანი დაიბარა იმისთვის რომ რაღაც მსჯელობა ყოფილიყო და იმის მაგივრად მსჯელობა მომხდარიყო. ნამდვილად ასე. არა, უბრალოდ გამოაცხადა რომ ეხლა მეგობრებო თქვენ სახლებში წარით, მე მივდივართ იმ კორპუსთან უნდა გავავლის. ეს ცოტა არ იყო შეურაცხმყოფელი. ნამდვილად ასე იყო. შენ საზოგადოებაში იმ საუკეთესო საზოგადოებას ალბათ რადგან ეს ამუშეარჩიეს 70 ადამიანი მათ არენდობი და მიდიხარ იმ კორპუსთან განსახილველად ამ საკითხებს. ქვეყნის პრეზიდენტს პირველ პირს
უნდა ესმოდეს, რომ ეს უბრალოდ შეურაცხყოფა. გასაგებია ბატონ კოტა, თქვენი შეფასება როგორია? ასეთი ტიპის მოსაზრებები არა მხოლოდ ამ სტუდიაში, ეთერს გარეთაც მე მომისმენია იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ ამ შეხვედრაზე. რას ემსახურება? აი პოლიტიკური წონის აკრეფვა ახსენა ბატონმა დიმიტრიმ. ანუ არის თუ არა ეს ერთგვარი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ნამდვილად? რაზეა ორიენტირებული? რა მიზნით იმართება ეს შეხვედრები? თუ არ არის კონკრეტული არ შეკითხვების დასმა, როგორც აი ბატონ დიმიტრი ელოდა რომ კონკრეტულ კითხვა-პასუხის რეჟიმში იქნებოდა და ასე შემდეგ. გვიპასუხეთ და შემდეგ ჩართვაზე უნდა გადავიდეთ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები სტუმრებს, ტელემაყურებელს. მე დავიწყებ გუშინდელის შეხვედრით, იქიდან გამომდინარე მე თვითონ ვესწრებოდი როგორც პრეზიდენტთან შეხვედრას პარასკევს, ისევე გუშინ თელავში გამართულ შეხვედრას. თელავში იყო ორი შეხვედრა, ერთი იყო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და მეორე იყო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. და მე ძალიან მომეწონა და ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრებით. აი მაგალითად თელავის უნივერსიტეტში, როდესაც პრეზიდენტი შეხვდა სტუდენტებს, მე მთხოვეს მოდერაცია და მოდერაციას უწევდი ამ შეხვედრას და მე თვითონ მქონდა მოლოდინი, რომ შეიძლება და პრეზიდენტს რაღაცა ძალიან ბევრი ესაუბრა საკუთარი მოსაზრებების შესახებ კონსტიტუციასთან დაკავშირებით და პირიქით საქართველოს პრეზიდენტმა თხოვა სტუდენტებს და ძალიან ბევრი სტუდენტი ესწრებოდა ამ შეხვედრას თვითონ გამოეთქვათ მოსაზრებები, დაისვათ კითხვები და ძირითადად ფორმატი ითვალისწინებდა იმას, რომ სტუდენტებისგან და იქ დამსწრე საზოგადოებისგან და ძალიან წამოსული იყო მოსაზრებები, შეკითხვები და ასევე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიც ძალიან საინტერესო დისკუსია იყო, იმიტომ რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ეხლა რა შეეხება თუმცა ბატონ დიმიტრი აგეთახმებათ როგორც მივხვდი, იმიტომ რომ არ იყო ეს შეხვედრა, ეს ფორმატი ბატონ კოტე, ძალიან დიდი ბოდიში მე უნდა დაგიბრუნდეთ ცოტა ხანს საზრება უკაცრავად რომ შეგაწყვეტინეთ, გისმენთ. დიახ, ანუ რა შეეხება თვითონ კამპანიას, რომლის ინიცირებას და რომლის პრეზენტაციაც იყო პარასკევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჩემთვის როგორც კონსტიტუციონალისტის ძალიან და საკმაოდ საინტერესო პროცესია. ძალიან მომეწონა ის დასაწყისი, რითაც დაიწყო თელავში შეხვედრები, იმიტომ რომ პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა სტუდენტებს შეხვდა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჰქონდა არასამთავრობოებთან შეხვედრა, დისკუსია იყო, ძირითადად მოსაზრებები გამოითქვა მოქალაქეების მხრიდან. არის დისკუსია, კოტე, აი ამბობენ ადამიანები, რომლებიც ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, უბრალოდ მოგაწოდა ინფორმაცია და შემდეგ გამოაცხადა, რომ დიპლომატიურ კორპუსს უნდა შეუქმნას. ის პრეზენტაცია თელავში შეხვედრას არ გულისხმობ, თუმცა თელავის შეხვედრას გააკეთა ბატონმა დიმიტრი კომენტარი. კი ბატონო, არა დაასრულეთ ეს უბრალოდ. იმ შეხვედრაზე იყო პრეზენტაცია და ვამბობ თელავის შეხვედრაზე. რაც შეეხება თვითონ ფორმატს და რატო შეიძლება გაჩენილიყო საერთოდ ეს ასეთი ტიპის ფორმატის აუცილებლობა და რატო არ მონაწილეობს პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ალბათ ეს შეიძლება დაუკავშირდეს იმ პროცესებს, რომელიც დაიწყო საკონსტიტუციო კომისიის შექმნით, როდესაც საკონსტიტუციო ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ფორმირებული საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად არ იყო გამოქვეყნებული, როდესაც ხელისუფლებამ პირველი რეფორმა, პირველი ნაბიჯების გადადგმა დაანონსა საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებით და აღნიშნა, რომ 4 თვეში დაასრულებდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს და მიიღებდა საქართველოში საუკეთესო კონსტიტუციას. აქ ორი მომენტია, რაც არ უნდა კეთილი, ერთი ის ფაქტი, რომ თქვა ძალიან სწრაფად ხდება საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება, ნაადრევად და ასე შემდეგ და შემდეგ, ეს ერთი პირველი საკითხი და მეორე საკითხი, ასევე მნიშვნელოვანი ჩვენი გამოცდილება, რომელიც გვაქვს წლების განმავლობაში, ადამიანები მოდიოდნენ ხელისუფლებაში, იღებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და რატომღაც სასწრაფოდ ცვლიდნენ ისინი კონსტიტუციას და ხომ არ კითხვის ნიშნები გაჩნდა, ხომ არ ვიღებდით ისეთ სიტუაციას, რომ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება აქვს და გამოჩნდა მე საკონსტიტუციო კომისიის ფორმირებაშიც, იმიტომ რომ სტრუქტურას თუ შევხედოთ საკონსტიტუციო კომისიის, ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებიც არიან წარმოადგენლები, მაგრამ საკონსტიტუციო კომისიის აბსოლუტური უმრავლესობა არის ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, რაც ალბათ მიგვითითებს იქეთკენ, რომ შესაძლებელია საბოლოო შედეგიც მივიღოთ ისეთი ეს ბოიკოტი, ანუ ხელისუფლებას უფრო მეტი საუბრის და არგუმენტირებული საუბრის საშუალებას აძლევს, რომ აი ჩვენ მივეცით კარი ღია, არჩილ თალაკვაძე ამბობდა, ჩვენთვის, მაგრამ პრეზიდენტს მისთვის, მაგრამ არ პოლიტიკურ საკითხებში ხა მე ნაკლებად პოლიტიკოსი არა, უბრალოდ
მე მესმის რომ თქვათ ის პრეზიდენტის ის ინიციატივა რომელიც საუბრობდა რომ თანათავმჯდომარეობით, ანუ მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციით იმ შემთხვევაში და იმ რეალობაში, როდესაც ერთ პოლიტიკურ ძალას აქვს საშუალება იმისა, რომ ყველაფერი შეცვალოს, პრეზიდენტმა ჩემი აზრით მოუწოდა უმრავლესობას, რომ მათ გამოეჩინა მაქსიმალურად კეთილი ნება და იგივე საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი შექმნილიყო ისეთი ფორმით, რომ იქ ერთ პოლიტიკურ ძალას მაინც არ ქონდა უმრავლესობა, იმიტომ რომ შედეგობრივად თუ მივიღეთ ისეთი სიტუაცია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობამ საკონსტიტუციო კომისიისვე ფორმატში შექმნას ის მოდელი, რაც მას სურს და შემდეგ პარლამენტში დაამტკიცოს, მაშინ რაღაცა აზრი აქვს ამ კომისიის არსებობას. ხო, ამიტომ ესეთი კითხვის ნიშნები ჩდება და როდესაც შემდგომ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სახალხო განხილვის პროცესში ჩაერთვებოდა, ჩემი აზრით ძალიან კარგია, არათუ პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო კომისიას თუ გაანახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს, ანუ საუბარია, რომ შეხვდება საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეებს, სტუდენტებს. ამას რა ჯობია, ამიტომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა, ეს პროექტი თუ სხვა მიზანს მაინც ვერ მიაღწევს, ერთ მიზანს მაინც მიაღწევს, დამერწმუნეთ ხელისუფლება საერთო სახალხო განხილვის პროცესში მაინც ეცდება, რომ იმაზე უკეთესი პროცესი განახორციელოს, ვიდრე თქვათ პრეზიდენტმა დაიწყო, ანუ ეს ნიშნავს, რომ მეტი ჩართულობის ანუ ეს არგუმენტები არის თუ არის საკმარისი თქვენთვის, ანუ რატომ არ მონაწილეობენ თუნდაც აი დაუშვათ საკონსტიტუციო კომისიაში, რაზეც საუბრობს ბატონი კოტე, ამაზე რომ მიპასუხოთ და შემდეგ ბატონმა მოკასულა მივცეთ სიტყვა. მიხედავთ ჩემი ღრმა პატივისცემისა ბატონი კოტეს მიმართ, მე ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამ წარმომადგენელს ერთდროულად. სამი წარმომადგენელი მე მინდა გითხრათ, რომ მისი ადმინისტრაცია საკმაოდ სერიოზული, კვალიფიციური კადრებით არის წარმოქმნილი ბატონ გიორგი აბაშიშვილს, როგორც აკადემიური წრეების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ნამდვილად შეეძლო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. მაგრამ სამწუხაროდ ხა არ ვიცი, საზოგადოებრივი მეხსიერება მოკლეა, ხშირად პოლიტიკოსები იშველიებენ ხოლმე არგუმენტად, როდესაც პოლიტიკური პროცესებისადმი გულმავიწყობას აბრალებენ ხოლმე საზოგადოებას, მაგრამ არ ამგონია ხა საზოგადოება იმდენად გულმავიწყი იყოს, რომ არ ახსოვდეს ის სკეპსიზი, რომელიც გამოითქვა ამ კომისიის მუშაობის დასაწყისშივე პრეზიდენტის მხრიდან, მისი ადმინისტრაციის მხრიდან, როდესაც კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს ყველაფერი კეთდება, მზადდება, ანუ კომისიის მუშაობა მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად. და ეს აქმული იყო როგორც თეთრი ხელთათმანის გადმოგდება მის წინააღმდეგ და შესაბამისად როგორც გამოწვევა და ამ გამოწვევაზე პასუხი იყო ბოიკოტი, დასაწყისშივე ბოიკოტი. მაგრამ ის რაც ჩვენ 170-მა კაცმა მოვისმინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასახლეში მისულებმა, საერთოდ შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება აი იმ წარსულთან, რომელსაც აცხადებდა, რომელსაც ჰქონდა ესეთი აპელირება პრეზიდენტს, ვინაიდან მან თქვა, რომ ის ნდობას უცხადებს კომისიას, რომ მას არ აქვს არავითარი საფუძველი არენდოს კომისიის მუშაობას, მაგრამ მისი მუშაობის საბოლოო შედეგების ხარისხის უზრუნველსაყოფად მზად არის მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის პროცესში და რომ კონსტიტუცია არის ყველასი და რომ ის მივა თითოეულ სოფელში, თითოეულ რაიონში და მიაწოდებს კომისიას ხალხის გზავნილებს. ხა გეკითხებით, ეს ორი პოზიცია ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება? ელემენტარულია, ხო? აი პრეზიდენტს რომ დღეს ვკითხოთ, რომ ბატონო პრეზიდენტო, მთელი 2 თვის განმავლობაში წარმოებული დახურულ კარს მიღმა მუშაობის შედეგების მიხედვით, თქვენთვის ცნობილია თუ არა, რა კომპრომისული გადაწყვეტილებაა მაგალითად საარჩევნო სისტემების ცვლილებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო თავთან დაკავშირებით, მიწის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ მიწა უნდა აისახოს ერთხელ და სამუდამოდ კონსტიტუციაში. ეს მან იცის თუ არ იცის? რა პროცესები ვითარდება შიგნით? რომელი, თქვათ, ექსპერტები იღებენ მონაწილეობას? ვის რა პოზიცია აქვს? ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს რა პოზიცია გვაქვს შიგნით? და ასე შემდეგ. მან შეიძლება იცის, მაგრამ მას დღეს არ აინტერესებს. მას აინტერესებს ის, რომ ის გახდეს ხვალ ლიდერი. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ეს არის სხვა კამპანია. მადლობა ბატონმა მკაი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაზე, როდესაც კეთდება აქცენტი და უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მას უნდა რომ კომისიას ფუნქციები წართვას და ასე შემდეგ. თქვენ რეალურად ხელისუფლების განცხადებების საფუძველზე, თუ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ხედავთ თუ არა იმის მცდელობას, რომ დააკნინონ პრეზიდენტის ინსტიტუტი და აი უფლებების წართმევაზე, როდესაც არის საუბარი, ვინ ვის ართმევს უფლებებს, რა შეგიძლიათ რომ ამაზე თქვათ? ნუ მე ვხედავ ორ რამეს. უპირველეს ყოვლისა, დაკნინება ერთის მხრივ პრეზიდენტის ასე ვთქვათ, ფიგურის, ეს თვალნათლივ ვხედავთ ამას და ამ წუთას ბატონმა ნუკრი კანთარიამ ბრძანა, რომ
ეს ვიღაცის ხათრით არჩეული, ვიღაცის ხელის ბიჭია და ეს აგდებულად მოხსენიება პრეზიდენტის ქვეყნის პრეზიდენტის ალბათ არ ამგონია სწორი იყოს. რა არის ეს თუ არა დაკნინება. ეს ერთი, მაგრამ მეორე მხრივ ბატონი პრეზიდენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში საკუთარ თავს აკნინებს კი არა პრეზიდენტის ასე ვთქვათ ამ ფიგურას დისკრედიტირებას უკეთებს თავისი აბსოლუტურად უხერხემლო აბსოლუტურად ესეთი რა ქვია როგორც თვითონ ბრძანა პლასტელინის პოზიციით იცით აი ვერც ერთხელ ვერ ვნახე მისი რაღაცა პრინციპული ქმედება და პრინციპული მოქმედება რაღაცა მხარე აირჩია დალოცვილო და რაღაცა პოზიცია დაიჭირე ეხლა სამწუხაროდ აბსოლუტურად ვეთანხმები აი ვეტოს დადებას თუ გულისხმობთ ხა ეს არა ვეტოს დადებას როდესაც იცი რომ ვეტოს გადალახავენ ხა მინდა დაადე და გინდა დაადე ეხლა აქ აბსოლუტურად ვეთანხმები ნუ ძალიან ნათლად ჩანს მისი ასე ვთქვათ იმ დასაწყისი იმ კამპანიისა რომელსაც საარჩევნო კამპანია ხო თუმცა მე მგონია რომ მას მეორჯერ პრეზიდენტად არჩევის იმედი ალბათ არ ექნება მე მგონია რომ უფრო სხვა ამბავია და ვეთანხმები კიდევ ერთხელ აქ რომ აქ რაღაცა იხატება ეს ნეოლიბერალური გაერთიანება ჩემის აზრით ხა გაუსწრებ წინ მოვლენებს ჩემის აზრით ევროპული საქართველო ახალი ესე რა ქვია მას თავდემები როგორ არის თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ალბათ გაერთიანდებენ და სავარაუდოდ მათ სათავეში ჩაუდგება თუ რაღაცა იქნება ცნობილი პრეზიდენტი აქ ალბათ მოისაზრება ამ გაერთიანებაში ნუ დავინახავთ ამას მომავალში თუმცა რამდენად ისეთი ფასეული იქნება მათი გაერთიანება ვერ გეტყვით თუმცა თუ ხელისუფლება მოინდომებს 6-7% ყოველთვის დაუწერს როგორც მას ეს ჩვევია ხოლმე არჩევნებზე ლამაზად ამის გაკეთება საინტერესო მოსაზრებაა კარგი ჩართვაზე მინდა გადავიდე როგორც იცი უკვე მზად არის რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი რომ ჩაგვერთოს პირდაპირ ეთერში ირაკლი მოგესალმებით კადრში რომ მომცეთ ირაკლი თუ შეიძლება და ხმაც არ ისმის თუ არ არის მზად მაშინ გადავალ სტუმართან. კარგით. ირაკლის ოდნა მოგვიანებით შემოვიყვანთ პირდაპირ ეთერში. კოტე, საინტერესო მოსაზრება გამოთქვი ხა ბოლოს ბატონმა მამუკამ, რომელიც საუბრობს, რომ უფრო, ანუ ის არა რომ პრეზიდენტის დაუშვათ მეორედ მოხდეს მისი არჩევა პრეზიდენტად, ხო? სწორად გავიგე, უფრო საუბარი რაღაცა პოლიტიკური, ახალი პოლიტიკური ჯგუფის, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ჩამოყალიბებას, რომელსაც შეიძლება რომ სათავეში ჩაუდგეს პრეზიდენტი. თქვენ აი ამ მოვლენებს რომ აკვირდებით, ამ ის ანალიზის შედეგად შეგიძლიათ რომ გაიზიაროთ ბატონ მამუკას პოზიცია. ყოველ შემთხვევაში მე ამ ეტაპზე ამ ფორმით არ უყურებ, თუმცა არაფერს არ გამორიცხავ, გამომდინარე რომ პრეზიდენტის პოლიტიკოსია და შესაბამისად პოლიტიკური ნაბიჯებს გადადგამს და შეიძლება ეს იყოს პრეზიდენტი ფილოსოფოსია ხო შეიცვალა ხო ხა შესაბამისად ნახავს არ ვიცი უკვე პოლიტიკური დღის წესრიგი ვის როგორ უკარნახებს და საჭირო იქნება ასეთი ფორმით მემარცხენე პლატფორმის შექმნა თუ მემარჯვენეს და ასე შემდეგ ამას ყოველ შემთხვევაში დავაკვირდებით მე პრინციპში ამ პროცესს უფრო სწორედ საკონსტიტუციო მუშაობის პროცესიდან და თვალსაზრისით უყურებ და ვთვლი რომ ძალიან ისეთი საკმაოდ საინტერესო პროცესი გველოდება წინ პირველ რიგში გაჟღერდა ამასინათ რომ 2018 წელს აღარ ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები ეს ვარაუდის უпростоრად ჩატარდება პირდაპირ არჩევნები ჩატარდება ეს ალბათ ნიშნავს იმას რომ საკონსტიტუციო კომისია აპრილში ალბათ აღარ დაამთავრებს მუშაობას და გაგრძელდება უკვე აღარსად აღარ ეჩქარებათ არჩევნების პირდაპირ წესით არჩევნების შეცვლა ვნახოთ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება საკონსტიტუციო კომისია რას იზამს იგივე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ანუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს თუ არა ხელისუფლება ამ თვალსაზრისით იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მთელი პოლიტიკური სპექტრის ფაქტობრივად გაერთიანება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოწოდებით და ერთადერთი იყო ხელისუფლება მისი ნამდვილი ვნახოთ ახლა საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში იმიტომ რომ მე გული მწყდება იმაზე რომ თავარი ანუ როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა რაღაცა საუკეთესო კონსტიტუციის შექმნის мотивაციით და მთავარი პირველი ესეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ კონსტიტუციის რაც არის მთავარი პრობლემა რაც არის ეს არის არსებული საარჩევნო სისტემა ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ახლა რაღაცა კონტურებს ვიგებდეთ ფაქტობრივად საკონსტიტუციო კომისიამ თავისი ოფიციალურად დაანონსებული მუშაობის ნახევარზე მეტი განვლო
და შესაბამისად ეს საკითხები მნიშვნელოვანია. მეორე ხარ შეიძლება უკვე ჩემთვის როგორც ამ შემთხვევაში იურისტისთვის მნიშვნელოვანია მიდგომა პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ აი 2018-ში დაუშვათ ეს მოდელი და 2023-დან არ იყოს, ეს არ ამგონია სწორი მიდგომა იყო. წესზე ვისაუბრებთ, კოტე, მოგვიანებით რეკლამაზე მინდა გავიდე, ამაზე გვექნება აუცილებლად საუბარი, ცალკე საკითხად გამოყოფთ და რეკლამის შემდეგ უკვე ჩართვით დაუბრუნდებით ირაკლი ღლონტი ჩაბურთება რამდენიმე წუთში დროებით. ლიდერი უნდა შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, ირაკლი მოგესალმებით, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ესე იგი, ჩვენი სტუმრების მოსაზრებიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე, ჩართვაც ჰქონდა ჩვენ უკრე ქანთარიას და მის განცხადებებსაც გულისხმობ ცხადია, რომ მთავარი მიზანი ამ კამპანიის, რასაც პრეზიდენტი ატარებს სახელწოდებით კონსტიტუცია ყველასი, არის ის, რომ რაღაცნაირად საარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამენ მოკლედ და არა კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულად, რომ აი საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ჩართული. თქმა უნდა ეს არ არის ყველას პოზიცია, მაგრამ ძირითადი კი ბატონო, აი კოტე მეუბნება რომ ნაწილი აღიქვამს ასეო. რა არის თქვენთვის ამ კამპანიის რეალური მიზანი? მაია, მოგესალმებით, მე მინდა თქვენ სამივე სტუმარს მიესალმო, პატჩები პატივისცემით, ასევე თქვენს მაყურებლებს. ეხლა დღეს აბსურდი, ნონსენსი, რა შეიძლება სიტყვები მოვიფიქროთ და უწოდოთ, რომ ადამიანი ქართული ოცნების წარმომადგენლები, მათ შორის ბატონი ქანთარია, სავარაუდოდ ვერ მოუსწარ, იმიტომ რომ სხვა გადაცემიდან მოვდიოდი, აკრიტიკებდა პრეზიდენტს, ხო? როგორ შეიძლება პრეზიდენტს აკრიტიკებდა, როგორც თან ვიცით, რომ პრეზიდენტი არის კონსტიტუციის დაცვის ერთ-ერთი მაღალი გარანტი, ხო, რეალურად ქვეყანაში და ამ დროს შენ აკრიტიკებდა იმისთვის, რომ ის კონსტიტუციაზე საუბრობს და მოსალოდნელ დაგეგმილ და დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებლობის გაზრდას ფიქრობს? ეს აბსურდია, ხალხო, ეს არის რაღაც გაუგებარი, ნონსენსური სიტუაცია, რომელიც აღმოჩენილია ჩიხში, ისე რაც შესული კრიზისში მყოფი ქართული ოცნება, პოლიტიკურ კრიზისზე მაგ საუბარი თორე სამართლებრივად ჯერჯერობით ლეგიტიმაცია აქვს და მუშაობენ, ხო? უბრალოდ მე რა მინდა გითხრათ, რომ მე პრეზიდენტის მოწვევით ვიყავი, დავესწარი და ვიდრე მივდიოდი სხვათა შორის ზაში, ვფიქრობდი, რომ თუ თქვათ პრეზიდენტის პოზიციები არ იქნებოდა მკაფიო და მართლა რეალურად ვერ შეძლებდა მისი პოზიციონირებით იგი კონსტიტუციის დაცვას, რაც მისი პირდაპირ ვალდებულება და არა მხოლოდ უფლება და არა მხოლოდ ინტერესი, მე მას ალბათ სავარაუდოდ ვაპირებდი, რომ შემეთავაზებინა, რომ ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ გადადგებით საერთოდ და ხომ არ გადაარჩენთ ამით ინსტიტუციას და ინსტიტუტს, რომელსაც არჩევითი წესით პრეზიდენტი ქვია. მაგრამ ეს აღარ დამჭირდა, მაი არ მესმის თქვენი ხმა, ეს არ დამჭირდა. ჩვენ პრეზიდენტმა პირველივე შეხვედრაზე ადმინისტრაციის შენობაში ჩაგვიტარა თქვა პრეზენტაცია, გითხრა რომ კონსტიტუცია ყველასია ამ კამპანიას იწყებს, მე პირადად მომეწონა. ძალიან მომეწონა და რამდენიმე დღეში მე გავყევი მას და ვაპირებ ყველა ვიზიტზე ვიყო მასთან ერთად და საზოგადოებას შევხვდეთ ჩვენს პოლიტიკური პარტიის ლიდერები, პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და ვესაუბროთ, რომ კონსტიტუცია მართლა ყველასია. კონსტიტუცია არ შეიძლება იყოს ერთი ივანიშვილის, არ შეიძლება იყოს სააკაშვილის, არ შეიძლება იყოს ედუარდ შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების ჩინოვნიკების. შეკითხების დასმის საშუალება, დისკუსიაში შესვლის საშუალება მოგეცათ? მე მინდა დღეს რა მინდა, იცი? პირველ რიგში პრეზიდენტს, ეხლა მე აქ არ ვარ მოსული, თქვა პრეზიდენტის ინტერესების ან გაკეთებული განცხადებების ადვოკატირება არ არის ჩემი ფუნქცია პირიქით. თქვენ საზოგადოებას ძალიან კარგად გახსოვთ, მე კრიტიკულად ვაფასებდი პრეზიდენტის ბევრ გადაწყვეტილებას ან უმოქმედობას. ეს მე თავისუფალი კაცი ვარ და ძალიან მარტივად შემიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში მომწონს. ეგ კი არა, დაგვიანებული მზგონია, კიდევ უფრო ადრე უნდა დაგვეწყო. მაია, დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენი სტუმარი და მაყურებელის დამეთახმება იმაში, რომ ქართული ოცნებამ როცა დაანონსა და შექმნა კიდე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კომისია, შენ ხო ძალიან კარგად ვიცით რა არის ფუნქცია და რა არის მიზანი. ის რომ შინაარისაგან მთლიანად დაცალოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, აღარ ყავდეს ქართულ ხალხს საზოგადოებას არჩევითი პრეზიდენტი და ვისაც მოუნდება, ვინც მოუნდება და როგორც გაუხარდება დაგვისვან ადამიანებს თქვა. კომისიის მიზანი ეს არის? კომისიის მიზანი ეს არის? არა, კომისიის მიზანი ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება ბოლომდე, შინაარისაგან გამოსვლა და პლუს მე ველოდებოდი საკონსტიტუციო კომისიისგან ისეთ ცვლილებებს, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის, იგივე საარჩევნო სისტემის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით, რომელსაც პირადად მეც ბატონებთან ერთად ერთი 3 წელი მაინც შევალიებ ბრძოლას, მაგრამ შედეგი არ დადგა. მოდი მაგას დავიდავანებოთ, მე მინდა პრეზიდენტს მადლობა უთხრა, იმიტომ რომ სწორი პოზიცია აქვს ამ შემთხვევაში და ამ ეტაპზე და იმედი მაქვს, ეს არ იყო ერთხელ და ორჯერ საჩვენებითი ღონისძიება და ის გააგრძელებს და მთელ საქართველოს შემოივლის და მე ვპირდები მას, რომ გვერდში დაუდგები და სატელევიზიო ეთერებშიც ნებისმიერ ვთქვათ კრიტიკოსთან დავიცავ მის ამ პოზიციას, იმიტომ კი არა რომ გიორგი მარგულაშვილი მომწონს, იმიტომ რომ დია კონსტიტუცია ჩემიცაა, თქვენიცაა, საზოგადოებისიცაა და ეს შეხვედრები რაც იმართება, ანუ კონკრეტულ შედეგზეა თქვენთვის ორიენტირებული და
მაია, რა თქმა უნდა. საარჩევნო კამპანიის სახე. პრეზიდენტის გარდა იქ მეც გამოვედი სიტყვით. ბატონი კოტე იყო გამოსული საინტერესოდ სამართლებრივ ჭრილში შეახსნა. მეც გამოვედი და სტუდენტებს ვუთხარი რომ ჩვენ უნდა ბატონ ჩავერთოთ. დიმიტრის აქვს თქვენთან შეკითხვა და მივცემ საშუალებას რომ დაგისვათ ეს შეკითხვა. მე პატივისცემა მინდა დაგიდასტურო ასევე. მეც ბატონ დება. მინდა შეგეკითხო ძალიან მარტივად და ძალიან კონკრეტულად დაგისვა შეკითხვა. აი შენ ამართლებ თუ არა იმას რომ პრეზიდენტმა არ მიავლინა თავისი 3 კომისიის წევრი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ბატონ დიმა, სხვათა შორის გავსი შეკითხვა თელავში ერთ-ერთმა მოქალაქემ დასვა და მე პირადად მგონია რომ ის ადამიანი მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის რაღაც დალაგებას აპირებდა იქ, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენი შეკითხვა სწორია და გიპასუხებთ ჩემს გეტყვით. აი მე გეტყვით ჩემ პოზიციაზე, რომ პარტია რეფორმატორების პოზიციაზე და მის თავმჯდომარის. პრეზიდენტი რომ შესულიყო დახურულ კარს მიღვა, რომელსაც ქვია საკონსტიტუციო კომისია, მე მას დღეს აღარ დაუჭერდი მხარს, იმიტომ რომ ეს არის ფორმატი, რომელიც რეალურად არ გამოხატავს ხალხის ნებას. მე თქვენ არ გაყენებს შეურაცხყოფას პირიქით. საჯაროდ შემილია ვთქვა, რომ დიმიტრი ლოზგებაიძეს პატივს ვცემ და ძალიან კარგი კაცი ხარ და მე მინდა წარმატებულიყოთ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ხვალდაზე თქვენ საერთოდ დატოვებთ და ბოიკოტს გამოუცხადებთ მაგ-კომისიას. ეს კომისია არის ჩვეულებრივად ერთი კაცის ნებაზე ორიენტირებული. იქნება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ბოიკოტია სამ შემთხვევაში სრულად გამართლებული იქნება, ვინაიდან პრეზიდენტი ბატონ დიმა მადრო შესულიყო, რომლის მიღწევა არის საბოლოო პოლიტიკური მიზანი, ჩემი ყოფნაც სწორედ ამითია გამართლებული. ეს არის მაგალითად საკუთრების უფლების შეზღუდვა მიწაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არ ქონე პირებისთვის. ეს არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს როლის გაზრდა. ეს არის სახელმწიფო თავდაცვაში გარკვეული თემები, რომელიც სამოქალაქო თავდაცვაზე პასუხისმგებელ პირებს უნდა გულისხმობდეს პრეზიდენტის ან პრემიერის ქვეშ. ეს არის თემები, რომელიც თვითმმართველობას და რეალური თვითმმართველობის როლის გაზრდას უკავშირდება. ნამდვილად არის თემები, რომელიც მარტო მე ან თქვენ კი არა, ბატონ ირაკლის და დიმიტრი ლორთქიფანიძეს უნდა გვაღელვებდეს. არამედ პრეზიდენტს დიახაც გეთანხმებით, როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტს, უნდა აძლევდეს, უნდა ანიჭებდეს უბრალოდ და აკისრებდეს იმ პასუხისმგებლობას, რომ დასაწყისშივე უაპელაციოდ უარს არ უნდა ამბობდეს და მხოლოდ საკუთარი ინსტიტუტის, რომელსაც თვითონ წარმოადგენს, მისი დაკნინების ფორმალური საფუძვლებით არ უნდა ამბობდეს უარს. პრეზიდენტის თავი არ არის მხოლოდ კონსტიტუცია და ამეთანხმები ირაკლი, ძალიან კვალიფიციური და ნიჭიერი ადამიანი ხარ და კარგი იურისტი. არის ძალიან ბევრი თემა, რომელიც უკავშირდება ზოგადად ჩვენი კონსტიტუციის რეფორმის აუცილებლობას. ბატონო დიმა, და როდესაც ბატონი პრეზიდენტი თქვენთან ერთად ვიყავი, აი 170-თაგანი, ხო? იქ ვინც ვისხედით. მე მართლა მქონდა განცდა იმისა, რომ კითხვები უნდა დამესვა. მე მართლა მაინტერესებდა ზოგიერთი ხედვა პრეზიდენტისა, აი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მან დაგვიანონსა. მაგრამ ჩვენი არ მოგვეცა შესაძლებლობა ტრიუმფალურად გამარჯვებული რადამესის სახით დაგვემშვიდობა და გააგრძელა გზა თელავისკენ. აი ესე დამთავრდა ეს ჩვენი შეხვედრა. ბატონო დიმა, მე ჩემს აზრით ძალიან გულწრფელად, ძალიან თავისუფლად საზოგადოებაზე ჩემი აზრი უთხრა. კიდე ერთხელ ვამბობ რა, პრეზიდენტი რომ აყოლილიყო, თქვა იმ თამაშს, რომელ თამაშს ქართული ოცნების დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობა თამაშობს და ეს არის რომ ინსტიტუციონალური პრობლემებში დატოვოს ის ყველა ინსტიტუტი, ეს არის ის რომ შინაარსაგან დაცალოს და ქართულ ხალხს აღარ ყავდეს არჩევითი პრეზიდენტი. თვითონ ერთმა კაცმა ბიდაბირ ვიტყვი ამას, ივანიშვილმა გადაწყვიტოს და ხელდასმით დაგვისვას მორჩილებაში მყოფი მორიგი ინსტიტუტის პირველი პირი მომავალი პრეზიდენტი სიტყვაზე, ხო? მე მაშინ პრეზიდენტის გვერდით არ დავდგებოდი და რაც გითხარით გულწრფელად ამას ვეთყოდი პირშიც. გადადექი ბატონო პრეზიდენტო, თუ შენ გინდა რომ დაიცვა ქვეყნის ინსტიტუტი, რომელსაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვია და ქართულ ხალხს უფლება დაუტოვო, რომ არჩევითი პრეზიდენტი ყავდეს, ხო? მოდი მაშინ გადადექი და ფუნქცია დაეკარგება და აზრი დაეკარგება ამ შემადგენლობას მეთქი, მაგრამ პრეზიდენტმა აიღო თავის თავზე ტვირთი, ხო? მე ხა ვაკრიტიკებდი პრეზიდენტს მაშინ, როცა ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდა და გაცხადებებს არ აკეთებდა, თუმცა ეს მისი პოლიტიკური ხედვების და გემოვნების საკითხია, მე შეიძლება ცოტა უფრო ხისტი შეფასებელი ვარ პროცესების, მაგრამ მესმის ის პრეზიდენტია, მე ოპოზიციაში ვარ ამ ეტაპზე, ხო? მაგრამ მე დღეს ბატონო დიმა არ მჩნევა არანაირი მორალური, არანაირი პოლიტიკური, არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ დაუჭირო კაცს პრეზიდენტს მხარი იმაში, რომ საქართველოს ბევრ მოქალაქესთან ჩავიდეს და უთხრას, რომ ბატონებო და ქალბატონებო, ეს არის თქვენი უზენაესი სამართლებრივი აქტი, ეს არის კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციაზე უნდა დაშენდეს სასამართლო, საკანონმდებლო ხელისუფლება, პრეზიდენტის ინსტიტუტი, პარლამენტის ინსტიტუტი. ეს არის ჩვენი ქვეყნის თავარი დოკუმენტი და ამაზე არ მოისმინოთ. მე რა მინდა გითხრათ, იცით, მაი არ მესმის თქვენი ხმა. მე ხო ვიყავი თელავის უნივერსიტეტში. მე ვნახე ტაშის დაანგრიეს ახალგაზრდებმა თელავის უნივერსიტეტის ის დარბაზი და ჩვენ მასთან მქონდა შეხვედრა და პრეზიდენტს მქონდა შეხვედრა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანებმა იგზნეს თავიანთი თავი, უფლება
მოსილებად, რომ ადამიანი ჩავიდა პრეზიდენტი, ჩავიდა პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიის პირველი პირები ჩავედით და ვეუბნებით, რომ მოდი ერთად დავდგეთ, განვიხილოთ, ვიმსჯელოთ, მერე ხელისუფლებას მივაწოდოთ. ეს ძალიან კარგია, ეს პოზიტიურია. ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ამით ხელისუფლებას უფრო მეტი სალაპარაკო თემა მიეცა? არა, ხელისუფლება არის შეშინებული. ობახიძე რომ ბოიკოტს გვიცხადებს პრეზიდენტი და ჩვენ ღიავად ჩვენი კარი მაია, მოდი რა სახელი დავარქვათ ყველაფერს. ბიზნეს ევანიშვილს უნდა რომ არ ჭირდება პრეზიდენტის ინსტიტუტი თავისუფალი, არ ჭირდება თუნდაც მარგველაშვილის პოზიციების მქონე მომავალი პრეზიდენტი ან თვითონ იგივე მარგველაშვილი თუ ისურვებს და მას ქართული ხალხი მისცემს ლეგიტიმაციას, მას ჭირდება ყველა ისეთი ჩინოვნიკი, რომელიც გალაქტიონ ტაბიძეს გააჯავრებს თუ გააკრიტიკებს, ჭირდება ჩინოვნიკები, რომლებიც რუსულ კამპანიის წინააღმდეგ, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არ გაილაშქრებენ, ჭირდება ჩინოვნიკები, რომლებიც გზადარიან სახაზინო საწარმოებს რუსულს შეუქმნათ სასათბურე პირობები, მაგრამ მე მჭირდება, ჩვენ მჭირდება, საზოგადოებას მჭირდება დასავლური ტიპის და ქართველი დასავლელი მოქალაქე პრეზიდენტის რანგში, რომელიც იქნება არბიტრი და გაათანაბრებს და დაიცავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ბატონ დიმიტრის აქვს ისევ რეპლიკა, მივცეთ საშუალება უპასუხეთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. გისმენთ ბატონ დიმიტრი. ბატონ ირაკლისთან ერთად შევთანხმდით იმაზე, რაზეც ვთანხმდებით. კი ბატონო, ცუდი არაფერია იმაში, რომ პრეზიდენტი გავიდა ხალხში. არა, პირიქით კარგია ბატონო დიმიტრი. დამაჯერებელი იქნებოდა პრეზიდენტის გასვლა, რომ ის შეიარაღებული ყოფილიყო იმ ინფორმაციით, რომელსაც მას მიაწვდიდნენ მისივე ადმინისტრაციის სამი წარმომადგენელი, რომლებიც იქნენ მივლინებულნი და რომლებმაც უარი თქვეს გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე ჩვენთან ერთად მუშაობაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მივედით პრეზიდენტთან იმ კომისიის წევრები, ამ შემთხვევაში მე პოლიტიკური პარტიის სახელით არ გესაუბრებით, იმ კომისიის სახელით, რომლის ღირსების დაცვა ჩემი ვალდებულებაც არის, სანამ ვარ ამ კომისიის წევრი, ხო? მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არ მოვიდა ჩვენთან, ჩვენ მივედით პრეზიდენტთან. და ვთხოვეთ პრეზიდენტს, ბატონო პრეზიდენტო, ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენას ჩაეყარა საფუძველი იმ კომისიაში. ის რაც ჩვენ გვეგონა, რომ სხვანაირად წარიმართებოდა, განსხვავებული აზრის, სწორი პოზიციონერების შედეგად ბევრ რამეზე ხელისუფლებამ უკან დაიხია. გინდათ გითხრათ, რაზე დაიხია ხელისუფლებამ უკან? მაგალითად, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გარღვევა. არა, ყოველ შემთხვევაში ის კატეგორიული პოზიციები, რაც დაკავშირებული იყო მაჟორიტარული სისტემის დატოვებასთან, აღარ არის დაიხიეს. ეხლა მთავარ სიურპრიზს გეტყვი. 6 თვისი ბატონო ირაკლი, მთავარსაც გეტყვი. ხელისუფლებამ შესაძლოა პირდაპირ წერსით არჩევითობის შეცვლის თემაზეც დაიხიოს უკან პრეზიდენტის ინსტიტუტისა, ვინაიდან ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რომ ვენეციის კომისია მწვანე შუქს ამ პოზიციაზე არ მისცემს, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ 6 სამოსამართლეო კანდიდატის დასახელება არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ გემოვნებასთან, თუნდაც გამარჯვებული გუნდისა, რომელიც მომავალ პარლამენტში შევა. და გასაგებად თქვა კომისიის თავმჯდომარემ, იმ სამ სიტყვებს უკან ალბათ ვეღარ წაიღებს, რომ ვენეციის კომისიის მიერ წითელი შუქის ანთების შემთხვევაში ვერც ერთი პროექტი, ვერც ერთი იდეა, ვერც ერთი დებულება პროექტის დონეზე ვერ იხილავს. კარგი, მიცეთ ირაკლის საშუალება, რომ გვიყვასოს და პრეზიდენტის არჩევნო კომისიის ღირსების დაცვისთვის იზრუნებთ. ეს არის აბსოლუტურად ვაჟკაცური პოზიცია, მაგრამ თქვენ თავად თქვენ რამდენიმე წუთში აქვე თქვით, რომ ვენეციის კომისიის კრიტიკას, თქვა სამართლებრივ კრიტიკას ვერ გაუძლებს ის ხედვები, რაც იგივე თქვენმა კომისიამ უნდა გააკეთოს, ხო? მოდი მაშინ უფრო ღირსეული ხო არ იქნება? მე აი როგორც კოლეგა, როგორც თქვენი პატივისცემელი, თუ შეიძლება მეგობარის თუ ჩათვლით მიზანშეწონილად დატოვეთ ეკომისია ხომ შექმნილია ერთი კაცის ხუშტურებიდან გამომდინარე და უბრალოდ თქვენ დაგიძახეს, იმიტომ რომ ხართ კვალიფიციური სუბიექტები და მეტი არაფერი. როგორ შეიძლება პრეზიდენტის ინსტიტუტზე ჩვენ ცვლილებებზე საუბრობდეთ და მოსაზრებას არ ვეკითხებოდეთ პრეზიდენტს. როგორ შეიძლება ჩვენ კონსტიტუციის გადაშინძვაზე, მაშინ როცა ბევრ ქვეყანაში რეფერენდუმის გზით ხორციელდება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ჩვენ საერთოდ არ ვკითხოთ მოსახლეობას და ბოლოს ვიტყვი, მაია, როგორ შეიძლება პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, პარტიამ, სახელმწიფო ქართულმა ოცნებამ ითავყედოს თავს მისცეს უფლება 23% საქართველოს მთლიანი ამორჩევლების 23% ხარდაჭერით არის მოსული საკონსტიტუციო უმრავლესობაში და მან როგორ რა უფლებით უნდა გადაწყვიტოს თავის შუაზე ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, როგორი უნდა იყოს მოწყობა ქვეყანაში, არ არის ეს სწორი. მე ყველა იმ ადამიანს, რომლებიც არხად ქართული ოცნების შემადგენლობაში ხართ, ღირსეული ოპოზიცია, ღირსეული ცხოვრების წესი, გთხოვთ, მოგიწოდეთ, საერთოდ ბოიკოტი გამოუცხადეთ. ბიზნეს ევალიშვილის ინტერესებით
შექმნილ საკონსტიტუციო კომისიას დატოვეთ კომისია და მოდი ხალხთან ერთად მივიდეთ, ხალხს კითხოთ, ხალხს მოსაზრება გამოვართოთ და ერთად მივიდეთ მე საკონსტიტუციო კომისიაში ყოფაკითესთან და უთხრათ, აი ეს არის ხალხის ინტერესი. ჩვენ გვჭირდება არჩევითი პრეზიდენტი ამ ეტაპზე, იმიტომ რომ ამ ეტაპზე თქვენ გიჭირავთ ხელში ჩემის აზრით უზურპირებული ხელისუფლება და ვერ განდობ ამ ინსტიტუტს. მე პრეზიდენტს დღეს უჭერ ხარ და ასე ვაპირებ ჯერჯერობით. მადლობა, მცირე განმარტება სურს თუ შეგვიძლია რომ დაველოდოთ ბატონ დიმიტრის და შემდეგ თქვენ დაგემშვიდობებით. პირველ რიგში რა თქმა უნდა აღნიშნავ იმას რომ კომისიის დატოვება ნამდვილად არ არის ჩემთვის პირად პრობლემა, უბრალოდ კომისიის დატოვებას რა თქმა უნდა ჭირდება ის პოლიტიკური ნების გამოვლენა, რომელსაც შედეგად უნდა მოყვეს ის, რომ ხელისუფლება უნდა დარჩეს საკუთარი არასწორი გადაწყვეტილებების პირისპირ. ეს აუცილებლად დადგება ეს დრო იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ დავწმუნდებით, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე მყოფი ჩვენი კონსტიტუცია რეფორმირებას არ განიცდის იმ განსაკუთრებულ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რომელიც ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ. ეხლა რაც შეეხება ბატონ ირაკლის გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი საზოგადოება რომ შეცდომაში არ შევიდეს. საზოგადოებრივი აზრის განხილველი კომისია შეიქმნება საქართველოს პარლამენტში 76 პარლამენტის წევრის მონაწილეობით. მას შემდეგ რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაასრულებს მუშაობას, დადებს პროექტს გადაცემს პარლამენტს, პარლამენტი ამას მისცემს შესაბამის, ასე ვთქვათ, ფორმას და აი ამ ფორმის მიცემისთანავე შეიქმნება საზოგადოებრივი აზრის განხილველი. არა, ეს უკვე არა ბატონო დიმიტრი, დავასრულე. ძალიან ხო. მე გეუბნები პროცედურულად როგორ არის. ხო, მაგრამ ეს არის არასწორი. რაც მე დასაწყისში ვთქვი, თქვენ არ იყავით გადაცემაში. უბრალოდ ეს არის არასწორი. მას შემდეგ რაც ეს კომისია შეიქმნება, ამ კომისიის წინაშე იქნება ერთადერთი ამოცანა, რომ მოიაროთ მთელი საქართველო. არავინ არ უშლის ხელს, არც დიმიტრი ლორთქიფანიძეს, არც გიორგი მარგველაშვილს და არც რომელიმე საექს სტუდიაში მყოფ. რომ დავესწროთ არა მარტო დამოუკიდებლად, არამედ მოვიყვანოთ ყველაზე უფრო სერიოზული ექსპერტები, მოვიყვანოთ საზოგადოების ყველაზე უფრო აქტიური წარმომადგენლები, დავესწროთ აი ამ კომისიის მუშაობას ადგილებზე ბათუმში, ხულოში, მესტიაში, თეთრიწყაროში, დედოფლისწყაროში, ახმეტაში და ყველგან. არამედ კრიტიკული მოსაზრებები გამოვთქვათ ამ პროექტთან დაკავშირებით. პოლიტიკური პროცესის შინაარსი მივანიჭოთ აი ამ პროცესს. კარგით, მადლობა. არავინ არ გვიშლის. კარგით, ირაკლის მივცეთ საშუალება ძალიან პრეზიდენტი იქნებოდა ჩემ თვალში დამაჯერებელი. პრეზიდენტი ამინდა რომ ყოფილიყო ინფორმირებული სამუშაო ჯგუფებში გავითარებულ პროცესებში. ერთ ნახევარში ჩავატებ იცით რა არ მომწონს საქართველოს ყოველ საკანონმდებლო კუთხე და ასეთი პრობლემების წინაშე ვდგებით ხომ ეს არ ახალია და თქვენ ჩემზე უკვე დიცით ეს ყველაფერი ჩემზე დიდი ხანია პოლიტიკოსი ბრძანდებით აი ესე დოკუმენტ შექმნის ხელისუფლებები შექმნიდნენ და მე ეკითხებოდნენ ხალხს მოგწონთ თუ არაო მოდი ხალხთან მივიდეთ და ვკითხოთ საერთოდ ვისაუბროთ ჩვენ დეპუტატებმა თქვენ მიერ დაფინანსებულმა ჩინოვნიკებმა ამ თემაზე შეიძლება იქნება არ უნდა საქართველოს მე თელავის დარბაზი რომ დაანგრიეს მეთქი ისე ზღაპრულად კი არ მithქვავს დიახ სტუდენტები წამოდგა ფეხზე ტარს უკრავდნენ რომ ჩვენ გვჭირდებათ ხო როცა ვთქვით რომ პრეზიდენტი იყოს არჩევითი წესით ხო ეს არის ხალხის მოთხოვნა საერთოდ არ განიხილავს დღეს საქართველოს მოსახლეობა რომ რატომღაც ქართული ოცნების დეპუტაციას უნდა უფლება რომ აირჩიოს ისევ პრეზიდენტის არჩევითობის წესზე ყალიბდებით რა თქმა უნდა ჩვენც ხარს უჭერთ რომ პირდაპირ და საყოველთაო სახალხო წესით იყოს არჩეული და ეხლა მხოლოდ პრეზიდენტი ხო არ არის და მისი არჩევითობის წესი მთავარი საკითხი ხო უამრავი თემა მათ შორის პრეამბულის საკითხი რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი მადლობა წარმატებები ბატონებო და გავდო ირაკლი მადლობა კიდევ ერთხელ რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და აი პრეზიდენტის არჩევითობაზე რომ საუბრობთ ბატონ მამუკას უნდა დაუსვა ეს შეკითხვა ჩვენ ამ თემაზე რამდენიმე დღის წინათ საუბრობდით ერთ-ერთი კონსტიტუციონალისტი ყავდა ვახუშტი მენამდე რომელიც ასაბუთებდა რომ უნდა იყოს პირდაპირი წესი პრეზიდენტის არჩევითობაზე როდესაც საუბრობთ და სხვა ვარიანტი ამ ეტაპზე არ უნდა განიხილებოდეს მაგრამ რა თქმა უნდა მას ყავს მოწინააღმდეგების თქვენი მოსაზრება როგორია პრეზიდენტის არჩევის წესზე ვსაუბრობ. ანუ არჩევის წესი მე რამდენადაც ვიცი უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია ეს საკითხი და აღარ იქნება განხილვაში. იქ დარჩება ისე როგორც არის პირდაპირ წესი დარჩება და 23 წელს მე რამდენადაც ჩემი ინფორმაციით ვენეციის კომისია აღარ იქნება წინააღმდეგი 23 წელსათვის ამ რომ არაპირდაპირ წესით ანუ საპარლამენტის მიერ მოხდეს ყოველთვის ესეთი ის არის განწყობა არის. კი ბატონო, ასე განწყობა თუმცა ვახუშტი მენამდე მაშინ გვეუბნებოდა რომ
არის სხვა შუალედური ვარიანტებიც, რასაც გთავაზობენო და ამაზე ეს განხილვაში იქნება, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში მე ეხლა ამ წუთას, რა თქმა უნდა, მივესალმები პირდაპირ წესით არჩევას, ეხლა ამ წუთას, მაგრამ ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქისათვის, რომ იყოს პროპორციული სახით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარად ძალიან ადვილია რეგიონებში განსაკუთრებით ასე ვთქვათ პრესინგი ხელისუფლების მხრიდან და იქ ვიღაცა ისეთი ადამიანების არჩევა, რომელიც ხელისუფლებას აწყობს და შემდეგ ჩვენ ვიღებთ უკვე პარლამენტში ისეთ ხალხს, რომელიც ამთქნარებს ძინავს, არ აინტერესებს რა ხდება და არანაირი კანონ შემოქმედებითი პროცესი იქ არ მიმდინარეობს, აქ ხანდახან ხელჩართულ ბრძოლასაც ვხედავთ. ჩვენთვის საჭიროა რომ პარტიებმა წარადგინონ შესაბამისი სიები ისეთი ადამიანებს, რომლებიც მართლა მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გვექნება აი ესეთი პროპორციული არჩევნები. ამის მომხრე გახლავართ როგორც მოქალაქე. კი ბატონო, ეს მოსაზრებები გავიგეთ, რომ აი 2023 წლამდე და შემდეგ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ აი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ხომ არ გაძლევთ იმის საფუძველს, იმის თქმის საფუძველს, რომ შეიძლება ნამდვილად შეიცვალოს, არ ვიცი, თუ გააგრძელებს პრეზიდენტი მათი თქმით არაკორექტული განცხადებების კეთებას, ასე გადაწყვეტს უმრავლესობა, მათ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს რეალობა გვაქვს და ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ხვალ გადაიფიქრონ და შეიცვალოს პოზიცია. არა მგონია, ჩემის აზრით ეს არის უბრალოდ რაღაცა პოზა ხელისუფლების ყველა შტოსი, რომ პრეზიდენტს დაესხან თავს და ეს რაღაცა პარლამენტის თავმჯდომარის ხედავთ რაღაცა ინფანტილური ბულინგი იყო და ძალიან აი არასასიამოვნო საყო. იგივე ეხლაც აი კანტარიას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს უსვენდა, ყოველთვის ვიცი რომ რაღაც თავშეკავებული ადამიანი, აი ესეთი განცხადება რომ იწერეს ვიღაცაა და ეს არ არის ლამაზი და არ არის სწორი. მასაც ეს ცუდი კუთხით წარმოაჩენს. ამიტომ მე მათ ადგილზე თავ შევიკავდი, მით უმეტეს ეს რაღაცა ბაქიბუქი არაფერს არ მოიტანს და реалურად პრეზიდენტი ისევე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას, როგორც მას კოტეს საუბრობდა ამ თემაზე და შევაწყვეტინა პრეზიდენტის არჩევითობის წესზე. თქვენი პოზიციაც მოვისმინა და შემდეგ ეგრეთ წოდებულ ფარული მოსმენების კანონპროექტთან დიახ, მე ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტი პირდაპირ წესით არჩეული იყოს, არა მხოლოდ 2018 წელს, არამედ 2023-ში და მე ამ მოდელის მომხრე ვარ, რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეს არის რომ მოქალაქეებმა თავად გადაწყვიტონ რომ უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური და სწორედ აქედან გამომდინარე მე ის პროცესი რომელიც მიმდინარეობს ანუ დაუბრუნდები სახელმწიფოს მეთაური ვინ არის იქნება ამის და თქვენ კონსტიტუციური ბრძანებით მუდმივი სიგივით აიქრობა იმაში ვინ არის საქართველოში პრეზიდენტი და აპარატო გვიმტკიცებს პრემიერ-მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და ის გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ მოდელში თანამონაწილეობს მაგალითად აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების პროცესში მაგალითად როდესაც საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს ქვეყანას მათ შორის როდესაც არის თავისუფლად და ასე შეიცვალოს ეს დამოკიდებულება კი ეს ყველა მოდელში ესეა ყველა გაეროს გენერალური ასამბლეის ვინ უნდა იყოს ხოლმე წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტი რატომ გადის პრემიერი ეს ასორი ინტერპრეტაცია კონსტიტუციის კოტე შეიძლება რომ აი დაუშვათ ხელისუფლების განცხადებების საფუძველზე რაც ბატონმა ამკავს კითხე იგივე შეკითხვა იმავე შეკითხვასა შეიძლება რომ ვივარაუდოთ რომ შეიცვალოს პოზიცია ხვალდაზეგ და აი თუ არ გააგრძელებს ასეთ განცხადებებს ჩვენ შევცვლით არჩევის წესო ამბობს საქართველოს პრეზიდენტი აბსოლუტურად არანაირი ლოგიკაში რაღაცა ცხელგულზე გაკეთებული განცხადებებია არანაირი ლოგიკაში არ ჩდება ასეთი ტიპის განცხადებები როდესაც საუბარია სახელმწიფოს მეთაურზე თუ რაღაცა თვალსაზრისით ხელისუფლებამ დაიხია უკან და ამბობს ახლა 2018-ში აღარ ჩაატარებს არაპირდაპირ წესით არჩევნებს, შესაძლებელია 2023-ში აღარ გააკეთოს ეს მაგალითად იგივე თელავის შეხვედრასაც გამოიკვეთა ეს პოზიცია მოქალაქეებს რომ მათ სურთ საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ წესით იყოს არჩეული და სწორედ აი ამ შეხვედრების და ამ დისკუსიების დროს გამოჩნდება და მე მგონი არავის არ უნდა უშლიდეს პირიქით პოლიტიკურ ძალებს უნდა მოსწონდეთ, როდესაც პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებთან ერთად გადის საზოგადოებაში და ისმის მათ მოსაზრებებს, მათ შეხედულებებს, პოლიტიკური პარტიების შეხედულებებს, არასამთავრობო სექტორის შეხედულებებს, იმიტომ რომ ის არის სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად მის ჩასვლას, მის შეხვედრას უფრო ესეთი საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ხოლმე, თქვათ, ვიდრე მე არ ვაკრინებ, ვიდრე თქვათ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეხვედრა. იმიტომ რომ ამ ყველაფერს უზრუნველყოფს მისი მაღალი ლეგიტიმაცია, ის რომ ის არის ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული. გარდა ამისა, ხა ჩვენ დრო არ ყოფნის ძალიან ბევრი საკითხია, ბატონი დიმიტრიც ახსენებდა, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის საკითხს. ანუ რას ნიშნავს ეს? ანუ ჩვენ, როდესაც ევროპაში მაგალითად იქ სადაც არაპირდაპირ წესით
არის არჩეული პრეზიდენტები, იქ ხშირად მიდის საუბარი და დისკუსია, რომ კი შეიძლება რომელიმე საპარლამენტო მოდელს უხდებოდეს არაპირდაპირ წესით არჩეული პრეზიდენტი, თუმცა ეს არის საფრთხის შემცვლელი იმისა, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანმა და ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის ერთი ადამიანი წვეთს ხოლმე, ვინ იქნება პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, ყველაფერი ერთი ჯგუფის ხელში იყოს, არანაირი ბალანსი, არანაირი ხელისუფლების დანაწილება, ეს არის მერე ყველა იმ პრობლემის საფუძველი, რა პრობლემების წინაშეც გავარჩევთ როგორი სისტემა იქნება. მე როგორც მივხვდი სტუმრები მეტნაკლებად თანხმობენ ანუ მაინც ერთი ადამიანია. არა, ხო და მაგას რომ ამიტომ უნდა არსებობდეს დაბალანსების შესაძლებლობები, ანუ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტი, მაგრამ არა იმ ხელაუფლებამოსილებებით, მაგალითად სააკაშვილის დროს რო ქონდა პრეზიდენტს. ანუ ეს ასეთი სისტემა იყო, მაგრამ როგორც ნახეთ, იმ ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა ვინ იქნებოდა, ხო? გამოდის რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორი სისტემა იქნება, ერთი კაცი საქართველოში ვინც შერჩეულია საზოგადოების მიერ, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ ეხლა ხო ყველა ერკემალად, აი ერკემალი მართავს მე რა. ხედავს რომ მაგალითად ერთი ადამიანი ამ წუთას ვერ აკონტროლებს ყველა ხელისუფლების ტოტს და ყველა ინსტიტუტს, მაგალითად მინიმუმ პრეზიდენტს. საბოლოო ჯამში ეს მაგალითად პრეზიდენტს. მაგალითად რომელსაც აქვს უფლებამოსილება წარადგინოს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები. ანუ რამხელა პოლიტიკურ უფლებამოსილებაზე საუბარი, მაგრამ პარლამენტთან თანამონაწილეობით მაგალითად. ბევრი დეტალია, ხა ჩვენ თუ დრო მოგწევს საუბარს, შეიძლება საათობით ვილაპარაკო ამასთან დაკავშირებით. მე მივხვდი რომ ყველა სტუმარი პრინციპში პირდაპირ არჩევის წესზე თანხმდება, ამიტომ ბატონ დიმიტრის მივცემ რა თქმა უნდა ამაზე მოსაზრების გამოთქმის საშუალებას, მაგრამ ეგრეთ წოდებულ ფარულ მოსმენების კანონპროექტზე მინდა კითხოთ, რომელზეც გაკეტა განცხადება, რომ აი ამასთან დაკავშირებით განხილვები უკვე ზედმეტია და ლოგიკაში არ ჯდებაო, ზვიაძიძიგურის განცხადება მოვისმინე, იმიტომ რომ პარლამენტმა მიიღო სამიმოს, განიხილა სამიმოს, მენ კენჭისყრა შედგა და ასე შემდეგ და ახლა რა აზრი აქვს ჩვენ გვახსოვს ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტის მიერ უმრავლესობის მიერ დაწუნებული შენიშვნები პრეზიდენტის შენიშვნები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ თქვენი მოსაზრება როგორია? მოკლედ ეს საკითხი სანამ ამ საკითხზე გადავალთ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ამოვწუროთ ეს კონსტიტუციის თემა ერთხელ და სამუდამოდ ვერ ამოვწუროთ ვერასოდეს კონსტიტუცია ამ ჩვენი ფორმატის ფარგლებში რა თქმა უნდა სრული პასუხისმგებლობის მინდა გითხრათ საკომისიის დაწყებამდე იყო 100%-იანი განწყობა მთელი ქართული ოცნების გუნდში, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო აუცილებლად დანიშნვითი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. შემდგომში, მე მინდა ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, პატივისცემა ამ შემთხვევაში იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ გამოვხატო, მათ შორის ვახუშტი მეინავდეს, სხვათა შორის, გააფთრებით იბრძოდნენ ეს ახალგაზრდა სპეციალისტები. მოყავდა ძალიან საინტერესო მაგალითები, მაგალითად ის, რომ ევროპის კონტინენტზე 14 საპარლამენტო რესპუბლიკიდან 8 სახელმწიფოში და ტენდენცია გრძელდება არის არჩევითი პრეზიდენტი პირდაპირ საყოველთაო სახალხო წესით. ის რომ იქ აპელირება კეთდებოდა გერმანიის პრეზიდენტზე, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში ეს დისკუსია მართლა გაგრძელდა 2 კვირის განმავლობაში. და შემდგომში ხელისუფლებამ იცვალა პირი. ნამდვილად, აი პირდაპირ შემოbrunდა 180 გრადუსი. ანუ ამით ხარს უსვამთ კომისიის მუშაობის შედეგს კონკრეტულად. მე არ ვიცი, ბატონ კოტეს 7 წლის წინ თქვენ მე როგორც მახსოვს იყავით იქ 2010 წლის კომისიაში ჩართული. კი, აპარატში მუშაობდით. აპარატში მუშაობდით, მე მახსოვხართ, მაშინ გახდით მე კომისიის წევრი. მე შედარებაც არ შემიძლია, აი ობიექტურად გეტყვით. 2010 წლის კომისია, ხა უსუფაშვილის კომისიაზე საერთოდ საუბარი ზედმეტია, კვორუმები არ არსებობდა. ყველა სამუშაო ჯგუფი არის 100%-ის კვორუმით თითქმის შედგენილი. მიდინარეობს დუღილი პროცესი მიდის დუღილის პირობებში, რასაც ქვია. მე მართლა მოხარული ვიქნებოდი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ შიგნით და დღეს როდესაც ხედავენ, რომ მთელ რიგ საკითხებში არის ბრუნი გაკეთებული, დღეს გარბიან თელავში, წავლენ გურჯაანში, ჩავლენ ზუგდიდში და საკუთარ აქტივობას უნდათ რომ შემდგომში მიაღწიოს. ადამიანს ეროვნული დაკავშირებაც მიპასუხებდა და დავასრულოთ, რომ ძალიან ძლიერი ის არის კონსტიტუცია და ის რა აზრზე იყო და როგორი პოზიცია ჰქონდა, პირდაპირ უნდა ყოფილიყო არჩევნები თუ უნდა ყოფილიყო არჩევნები. სხვაშორის ის არასოდეს ესე კატეგორიულად არ აფიქსირებდა თავის პოზიციას, რომ უნდა ყოფილიყო უმრავლესობის მიერ დანიშნული პრეზიდენტი და ბატონ ირაკლის ჰქონდა ძალიან მაღალი ხარისხი. მე ხა ისე გამომდის, რომ ისი ადვოკატი ვარ, მაგრამ როგორც კონსტიტუციონალისტი მე ის აღმოვაჩინე, როგორც აი არ ვიცი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კადრი, რომელიც თავისი ახალგაზრდა ასაკის მიხედვით ისე ბატონი კოტე არ მინდა ვინმე ერთმანეთს დავაშორო, იქ რამოდენიმე კონსტიტუციონალისტია, ბატონი ვახტანგი ასევე და ძალიან ბევრი სხვა ესეთი აღმოჩენა მოხდა იმ კომისიაზე ახალგაზრდობას გულისხმობ, რომელიც ხელიდან გასაშვები არ არის. როგორც მოვლენა ნამდვილად. კი ბატონო, კარგი. და აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რომ პრეზიდენტის არჩევის წესზე მიდის ცვლილებები.
ის რომ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით პირდაპირ აკეთებდნენ დღევანდელი ოლიგარქები, რომელიც ქართულ ოცნებაში არიან, ადგილობრივ ოლიგარქებს გულისხმობ. ერთ-ერთმა ისიც კი თქვა, კალტონო მაია, რომ ისო დიახაც მაჟორიტარული სისტემა საჭიროა იმისთვისო, რომ ხელისუფლებას თავისი ძალაუფლების კონცენტრირების შესაძლებლობა მიცეთო. ფიზიკურად ძალიან მოკლედ მითხარით ფარმოსთან დაკავშირებით, აი 2 წუთს გაძლევთ და უნდა დავასრულოთ. პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით ატეხილი ეს ქარბუქი ჭიქაშია ატეხილი. რა მნიშვნელობა აქვს ვეტოს დაადებს თუ არ დაადებს, არა? აი ბატონ მამუკას ვეთანხმები რა. ხვალვე თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით ყველაფერს გააკეთებს ოცნება. აქ თავარი რა არის, იცით? რომ იგივე ვენეციის კომისიას რო ახსენებს დღეს უმრავლესობა, არ არსებობს ვენეციის კომისიამ აი ამ კანონს მიცეს მწვანე შუქი. მარტივი მიზეზის გამო. როდესაც ჩვენ ევროპულ მაგალითებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში შვეიცარიის მაგალითები მოყავდათ თავად ხელისუფლებას, რა. ის სიპი კი არ არის სუსის ქვეშ, ანუ ქვესუსი კი არ არის ზესუსის. არამედ ის არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც ექვემდებარება უმაღლეს საკანონმდებლო პოლიტიკური ორგანოს ნდობის ჯგუფს, ჩვენ ენაზე ვთქვათ, და ანალოგიური უნდა გაკეთებულიყო აქაც. რომ მულტიპარტიულ გარემოში ყოფილიყო ნდობის ჯგუფზე დამოკიდებული მისი ფუნქციონირება. ამათმა შექმნეს სიპი, რომელიც დაუქვემდებარეს სუს და ჭკუაზე მყოფელი პოლიტიკოსი კი არა, სტუდენტი და ბავშვი და სკოლის მოწაფე. ხდება, რომ ეს არის ფარსი. მადლობა ბატონ დიმიტრი, უნდა დავასრულო გადაცემა. მამუკა გამყრელიძე, კოტე ჩოკორაია და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. წინ რეკლამა გველდება და რეკლამის შემდეგ ელისო კილაძე ჩაგვერთვება უკვე პირდაპირ ეთერში. თემა იცით და ანონსებულია, ასე რომ დაგველოდეთ. სურდო, მაღალი სიცხე.